გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. თუ არ იცით რას ნიშნავს აი ეს წითელი პატარა ისრები რუკაზე, რას აღნიშნავს, გეტყვით რომ ეს არის უკრაინული შორი მოქმედების დრონების მიმართულებები, რომლებიც სწორედ ახლა როდესაც მე ამ ვიდეოს წერ, ანუ 13 მაისის ღამე არის, გვიანი ღამეა, სულ 2 საათის წინ დაიპოსტა ეს ახალი ცნობები, რომ დაიწყო მასირებული შეტევა უკრაინელების მხრიდან. ისევე როგორც ხდებოდა ხოლმე ადრე, ისინი მიფრინავენ რუსეთის ტერიტორიისკენ, ასევე მიფრინავენ ოკუპირებული უკრაინული მიწებისკენ, რომლებიც დროებით დაკავებული აქვს რუსეთის საოკუპაციო არმიას, რათა დაიბომბოს მორიგ ჯერზე მათი სტრატეგიული ობიექტები, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური სექტორი. მოკლედ, ისე როგორც ხდებოდა აქამდე, ისე როგორც ამას აქტიურად აკეთებდა უკრაინის შეიარაღებული ძალები, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკვე ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით ინტენსიურად და ჩვენ ხედავდით აალებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რეზერვუარებს და ასე შემდეგ. მოკლედ შეუგრძელდება და მხოლოდ 3 დღიანი პაუზა ვნახეთ. ამ თემაზე დიდი ხანი არ შევჩერდები, გულისხმობ ნაწილობრივ ზავს, რომელიც ტრამპმა აჩუქა პუტინს, შეგვიძლია ასეც ვთქვათ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით. ხო, ამაზე აღარ გავაგრძელებ, მთელი სამყარო შეთანხმდა, რომ ეს სურათი ომის მეხუთე წელს ის აღლუმი, რომელიც პუტინმა ჩაატარა, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო პირადად მისთვის, აბსოლუტურად დამამცირებელი პირადად პუტინისთვის და მთლიანად რუსეთის არსებული რეჟიმისთვის, მათ იმ ფონზეც კი, რომ გარანტია ჰქონდათ ფაქტობრივად ტრამპისგან მიცემული, რომ არ იქნებოდა თავდასხმები უკრაინელების მხრიდან. აი ამ შიშის ფონზე მათ ვერ გამოიყვანეს ვერც სამხედრო ტექნიკა, ვერ ვნახეთ ჩვეული გამარჯვების დღის აღლუმი და მოკლედ როგორც იყო. ხო, სხვათა შორის ამ თემაზე ერთის დამატება მინდა, ახალი ამბის ასე ვთქვათ, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ ჯერჯერობით არაფერი არის მის ტყვეთა გაცვლის შესახებ. ანუ ზავი, ნაწილობრივი ზავი გულისხმობდა იმას, რომ 1000-ზე ტყვეები უნდა გაეცვალათ რუსეთის და უკრაინის მხარეებს, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი ჭიანურდება, არავინ არ იცის რა შეა საქმე და ველოდებით ამ მხრივ ინფორმაციის დამატებითი ცნობების გავრცელებას ვნახოთ რა იქნება. საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ეს პირობა დაარღვიოს, ცხადია, რომელიც ალბათ ტრამპს მისცა თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს. ნახოთ, გამოჩნდება ეს ამბავი, შეიძლება კიდევ ერთხელ ვიხილოთ მესი მხრიდან ტრამპის ესეთი პირდაპირი დამცირება. იმედია შემდეგ ჯერზე მაინც არ შეეცდება ახალ ინიციატივებს. ამერიკის პრეზიდენტი იმის იმედად, რომ პუტინი კაიგაცია და ის თავის სიტყვას ასრულებს. ხო, ამით დავასრულებ ამ თემაზე ლაპარაკს. ხო, მოკლედ, ამ ვიდეოში ვისაუბრებ ამბებზე, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბრებ შორ დარტყმებზე, რომელიც უკვე ვახსენე, ასევე საშუალო დისტანციაზე დარტყმებზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკის მორღვევის თვალსაზრისით, ასევე ვისაუბრებ ფრონტის ხაზზე რა სურათი გვაქვს, სადაც საინტერესოდ ვითარდება მოვლენები განსაკუთრებით სამხრეთით, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ამას დაწვრილებით რუკაზე გაჩვენებთ და აგიხსნით თუ რაში არის საქმე. მთლიანობაში ფრონტის ხაზზე შეიძლება თავშევე ითქვას ის, რომ ინიციატივა ძალიან აშკარაა უკვე რომ გადაიბარა უკრაინამ, რაც ძალიან პოზიტიური ამბავი არის და მხოლოდ ეს ტენდენცია არის მზარდი. რუსები განიცდიან დიდ დანაკარგებს, მათ აქვთ გარკვეული ტერიტორიული მიღწევები, მაგალითად აღმოსავლეთის ფრონტზე, იქ პოკროვსკის დაკავების შემდეგ გარკვეული ახალი შეტევის მიმართულებები განვითარდა. ასევე მოგიხსენებათ, რომ კონსტანტინივკას გარშემო მიმდინარეობს ახლა ყველაზე ცხელი საომარი მოქმედებები, მაგრამ ამის მიღმა, რასაც ისინი აღწევენ, კარგავენ უფრო მეც ვიდრე იპყრობენ. ეს არის მთავარი ამბავი, ამაში იგულისხმება სწორედ იმაში, როდესაც ვამბობთ, რომ ინიციატივა ახლა უკრაინელების მხარეს არის. მათ უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს ბოლო თვეების განმავლობაში, ვიდრე რუსებმა დაიკავეს. ეს განსაკუთრებით ეხება სამხრეთის მიმართულებას, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის მიმართულებებს და ამ ყველაფერს უფრო დაწვრილებით მე თქვენ აუცილებლად მოგიყვებით. ასევე შესავალ ნაწილში არ უნდა გამომრჩეს
თემა, რომელიც უკავშირდება მორიგ პოლიტიკურ სკანდალს, ან თუ გნებავთ კორუფციულ სკანდალს უკრაინაში, ორივე შეესაბამება ამ ამბავს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის მიმართ უკვე ოფიციალურად უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ წარდგენილია ბრალდება კორუფციის შესახებ, საუბარია ანდრეი ერმაკზე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსზე და ამ თემასაც სულ ბოლო ნაწილში შევეხები, თუ გაინტერესებთ, აუცილებლად დარჩით ბოლომდე, შეგიძლიათ, თუ არ გაინტერესებთ დანარჩენი ამბები, უბრალოდ გადაახვიოთ, მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ უყუროთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ, ბევრ საინტერესო ვიდეოსაც აუცილებლად გაჩვენებთ გზა და გზა. პირველ რიგში დავიწყოთ ფრონტის ხაზით, მე თქვენ გითხარით, რომ სამხრეთით ზაპოროჟიეს მიმართულებაზე საინტერესო ამბები ვითარდება თქო და სწორედ ამ მიმართულებიდან დავიწყებ. აი ეს არის ზაპოროჟიეს სამხრეთი და აი აქ ჩვენ გვაქვს სტეპნოჰირსკი და პრიმორსკე, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წლის მიწურულს რუსეთის გენერშტაბმა, მისმა ხელმძღვანელმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა ახალ სტრატეგიულ ამოცანად დაუსახა საოკუპაციო არმიას და პირადად პუტინს უპატაკა მაშინ, რომ სტეპნოჰირსკი და პრიმორსკე ახლო მომავალში რუსებს უნდა დაეკავებინათ წესით, მაგრამ აქ აბსოლუტურად საპირისპიროს ხედავთ. გასული თვეების განმავლობაში, კერძოდ იმას, რომ აქ რუსებს უკან ახევინებენ და მეტიც ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს ამ შემთხვევაში, რომ სტეპნოჰირსკის სამხრეთით აი აქ კამიანსკეს მიმართულებაზე აღმოსავლეთის მხრიდან ვითარდება კონტრშეტევა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ეს ზონა აბსოლუტურად თუ მიაღწიეს აქ თავის მიზანს, რაც იკვეთება ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა და დაიკავეს კამიანსკე. ეს ნიშნავს, რომ ახალ ალყას ვიხილავთ და აქ საკმაოდ დიდი რაოდენობით რუსი სამხედროები რეალური საფრთხის ქვეშ დადგებიან ყოველ შემთხვევაში, რომ მოექცნენ ალყაში. ამას ხელს უწყობს ბუნებრივი გარემოებები და რელიეფი, კერძოდ ის, რომ აქ არის მდინარის კალაპოტი კამიანსკეს სამხრეთით, როგორც ხედავთ, და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელებმა მოახერხეს აი აქ მთავარი მომარაგების ხაზების გადაჭრა და სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ტერიტორიების გაკონტროლება, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ გასასვლელი აღარ დარჩებათ ოკუპანტებს და აქ მყოფი დანაყოფები აღმოჩნდებიან ძალიან რთულ სიტუაციაში. Deep State-ის რუკაზე, რომელიც მე აქ ახლა მაქვს გახსნილი ეს ყველაფერი არ იკითხება ამ წუთას, მაგრამ მე თქვენ გაჩვენებთ სხვა წყაროს. ეს არის Unit Observer-ი, საინტერესო პროექტი, რომელიც აკვირდება ფრონტის ხაზზე არსებულ სურათს, კონკრეტულ გადაადგილებებს, რუსული თუ უკრაინული დანაყოფების განთავსების ადგილებს, მათი შეტევების არსებულ მიმართულებებს, პოტენციურ მიმართულებებს, მოკლედ. სწორედ აქ არის აი ამ ყველაფერზე საუბარი, ანალოგიური სურათია, როგორც ხედავთ, აი აქ არის კამიანსკე, აქ არის სტეპნოჰირსკი, აი ანალოგიური რუკა, ზუსტად აი აქ მოცემული, კამიანსკე, სტეპნოჰირსკი. და აქ საუბარი არის იმაზე, რომ უკრაინელებმა კამიანსკეს აღმოსავლეთით, უფრო ჩრდილო აღმოსავლეთით უკვე მოახერხეს გარკვეული ტერიტორიების დაკავება და აქ მთავარი ყურადღება მინდა მივაპყრო თქვენი შეტევის მიმართულებებს. შეტევის ეს კონკრეტული მიმართულება სწორედ ამაზე მიანიშნებს, რომ ამოცანა უკრაინელების არის კამიანსკეს დაკავება, აქ მომარაგების ხაზების გადაჭრა და შემდეგ უკვე ის რაც უკვე მოგიყევით. ანუ კამიანსკეს ჩრდილოეთით სტეპნოჰირსკის მიმართულებაზე მყოფი რუსი სამხედროების ალყაში მოქცევა. აი აქ არის წითელი ისრები, როგორც ხედავთ, აი ეს არის სწორედ მთავარი მომარაგების ხაზიც და შეტევის მიმართულებაც რუსების მხრიდან. რატომ არის ეს დასახლებები მნიშვნელოვანი? ამაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს. თუ რუსები გააკონტროლებენ პრიმორსკეს, სტეპნოჰირსკს, ისინი შემდგომ შეძლებენ გზა გაიკვალონ უშუალოდ ზაპოროჟიეს მიმართულებისკენ. ეს იყო ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს მათი ამოცანა, თუმცა ძალიან შორს არის რეალური სურათი მათი გეგმებისგან.
პუტინის არმია ნამდვილად ვერ აღწევს ვერანაირ წარმატებას სამხრეთის მიმართულებაზე და ისინი ყოველდღიურად კარგავენ აქ პოზიციებს, სადაც მანამდე ძალიან სწრაფი გაქცევა ჰქონდათ. ეს აჩვენეს განსაკუთრებით გასული წლის ზაფხულის შემდეგ, აქ ძალიან დიდი ტერიტორიები დაიკავეს რეალურად. კუპიანსკის მიმართულებაზე დონეცკის ფრონტზე არ ჰქონდათ წინსვლა, თუმცა აქ ჰქონდათ. მაგრამ როგორც ჩანს, მათ ვერ შეძლეს მყარი პოზიციების გამაგრება იქ და სწორედ ამიტომაც უკრაინელებმა გასული 3-4 თვის განმავლობაში პრინციპში წლის დასაწყისიდან ამ დრომდე მოახერხეს ის, რომ მთლიანობაში ასეულობით კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. კი ბატონო, წავიდეთ ახლა დონეცკის ფრონტზე, ნახოთ რა შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში. გადავხედოთ ცვლილებებს კალენდრის მიხედვით. აქ თავში რაც უნდა ითქვას არის ორი რამ. ერთი ის, რომ კონსტანტინივკა არის მთავარი ცხელი ზონა, როგორც უკვე ვახსენე. აქ რამდენიმე მიმართულებიდან ცდილობენ წინ წაწევას რუსები, თუმცა ძალიან დიდი სიკვდილის ზონა არის აქ. უამრავი რუსი სამხედრო ეწირება ამ პრინციპში ვერ ვიტყვით, რომ შედეგიან შეტევებს, იმიტომ რომ კონსტანტინივკა ჯერჯერობით მისი ძირითადი ნაწილი კონტროლდება სწორედ უკრაინელების მიერ, დანარჩენი არის მის გარშემო მთლიანად ნაცრისფერი ზონა, როგორც ხედავთ. და აი ეს ნაცრისფერი ზონა არის სწორედ სიკვდილის ზონა, სადაც აგზავნიან რუსები ამ სახორცე შტურმებისთვის კოლონებს ან პატარ-პატარა ეგრეთ წოდებული შტურმავიკების ჯგუფებს, რომლებიც უბრალოდ დრონების მიერ პირწმინდად ნადგურდებიან და მე ცოტა ხანში გაჩვენებთ შესაბამის ვიდეოებსაც, სადაც მათი განადგურების არაერთი ბრუტალური შემთხვევა არის დაფიქსირებული უშუალოდ დრონების ოპერატორების მიერ. არ დაგვავიწყდეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი მიზანი არის ყოველთვიურად რუსებს მიაყენონ 50,000 კაციანი დანაკარგი, რაც გულისხმობს როგორც ლიკვიდირებულებს, ასევე გულისხმობს ბრძოლას გამოთიშულებს, დაჭრილებს, დაშავებულებს, რომლებიც უბრალოდ ვეღარ შეძლებენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. მეორე ამბავი, ხო, აქ კი ბატონო მივიდეთ ახლოს და გადავიდეთ უბრალოდ რამდენიმე დღით უკან, მაგალითად აი მაისის დასაწყისიდან ავიღოთ, ხო? აი ეს არის 30 აპრილი, ასეთი მდგომარეობა იყო და აი აქ ხედავთ, რომ ორი ახალი მიმართულება გაჩნდა 3 მაისისთვის და უკვე 6 მაისის შემდეგ აქ დამატებით ტერიტორია დაიკავეს მცირე რუსებმა და ეს არის 11 მაისის განახლებაა. ჯერჯერობით ეს მოცემულობა გვაქვს, ნახოთ რა შეიცვლება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც უნდა მეთქვა დონეცკის ფრონტზე, ეს ეხება პოკროვსკის მიმართულებას. აი აქ პოკროვსკის დაკავების შემდეგ, როგორც ჩანს, ახალი მიმართულება აიღეს რუსებმა, აი ამ ორ ისარს გულისხმობ და აქ გაწითლებულ სივრცეს გადავიდეთ უკან და ვნახოთ აქ როგორ განვითარდა პროცესი. ეს არის ეს ამბავი ვითარდება მოკლედ განსაკუთრებით აპრილის თვის შემდეგ. კი ბატონო. აი 31 მარტისთვის ასეთი მოცემულობა იყო და გასული 1 თვის და ცოტა მეტი დროის განმავლობაში რუსებმა მოახერხეს აქ გარკვეული ტერიტორიების დაკავება, წინ წაწევა. აქ არის ეს ორი დასახლებული პუნქტი, ნოვო ალექსანდრივკა და ვასილივკა, სადამდეც მიაღწიეს ამ ეტაპზე მათ. იკითხება, რომ ისინი დაახლოებით იგივეს გამეორებას ცდილობენ, ოღონდ სხვა მხრიდან, რაც ვნახეთ უკვე გასულ ზაფხულს, მათ სურთ, რომ გაარღვიონ უკრაინის მთავარი თავდაცვითი ხაზი დობროპილიას მიმართულებაზე. აქ შარშან ნახეთ შეტევა რუსების, შემდეგ უკვე კონტრშეტევა და სწორედ ამიტომ არის გამწვანებული ეს ტერიტორიები. გახსოვთ ეს ამბები ალბათ, ვინც ხშირად ადევნებთ თვალს ფრონტის ხაზზე არსებულ სურათს. ამჯერად როგორც ჩანს, რუსების ამოცანა არის, რომ დობროპილიას მივახლოვდნენ სამხრეთ-დასავლეთიდან და აქ შექმნან თუ მეორე ფლანგსაც მიახმარენ ეგრეთ წოდებული ჯიბე დობროპილიას გარშემო, აი ამ დასახლების გარშემო, რომელიც არის თავის მხრივ ერთ-ერთი მთავარი რგოლი უკვე ხსენებულ მთავარ თავდაცვით ზღუდეში, რომელიც აი ამ ქალაქების გასწვრივ გადის დონეცკის ოლქში. დობროპილია, დრუშკივკა, კრამატორსკი, სლავიანსკი, მაგრამ
არავინ არ დათმობს და ნურავის ნუ ექნება, რაც არ უნდა კეთილგანწყობილი იყოს რუსების მიმართ. ილუზია, რომ რუსეთის ეგრეთ წოდებული მსოფლიოში მეორე არმია ამ ამოცანას უახლოეს პერიოდში შეასრულებს. მეტიც არის გარკვეული კალკულაცია სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, ექსპერტთა ჯგუფების მხრიდან, რომ თუ ამ ტემპით გააგრძელებს რუსეთის არმია წინსვლას, კონკრეტულად დონეცკის მიმართულებაზე მის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასასვლელად შეიძლება 10 წელზე მეტი პერიოდიც კი დაჭირდეს. მოკლედ თანდათან უფრო ღიად, თამამად და ხშირად საუბრობენ რუსეთის არმიის წარუმატებლობაზე, მათ შორის საქართველოშიც მოხშირდა ასეთი საუბრები, აქ ვიღაცებმა, ვისაც ქონდა განცდა, რომ რუსეთი დიდია და გადაუვლის და ამას იზავს და იმას იზავს, მათაც დაიწყეს დაჯერება იმის, რომ ომის მეხუთე წელს რეალურად პუტინის რუსეთს არანაირი სტრატეგიული ამოცანა მიღწეული არ აქვს, ისინი განიცდიან უზარმაზარ დანაკარგებს და მიღწევები, რომელიც მათ აქვთ, ამბიციის და პროპაგანდის თუ აი ამ რაღაცა მითების ფონზე ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. და სწორედ ამას ადასტურებს ის ვიდეო, რომელსაც ახლა მე გაჩვენებთ და მთელი ის მხიარულება, რომელიც მალა ტოკმაჩკას გარშემო შეიქმნა. მოკლედ, ეს არის ძალიან პატარა სოფელი ორიხივის მიმართულებაზე, რომელსაც რუკაზე გაჩვენებთ, სულ 1 კილომეტრის სიგრძის დასახლება არის, რომელზეც რუსი პროპაგანდისტები, მათი სამხედრო მიმომხილველები გამუდმებით გაიძახიან, რომ აი რუსებმა დაიკავეს და მთელი ირონია იმაში გახლავთ, რომ ეს სოფელი ამჟამადაც არ აქვთ რეალურად დაკავებული. ძალიან სახალისო ვიდეო, რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ და შემდეგ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. აქ მინდა რომ დააკვირდეთ ვიდეოს ქვეშ თარიღების ცვლილებას. ანუ პირველი ეს ეთერი, რომლითაც ეს ვიდეო იწყება, არის ჩაწერილი 5 მაისს 2025 წლის 5 მაისს, ანუ 1 წლის წინ. Добрый день, какие у вас новости? Добрый день, да. Которые были достаточно эффективными для нас. Наши войска продолжают активно действовать почти на всех участках фронта. На запорожском направлении шли позиционные бои в районе Лобкового, Степового, а также на окраинах Малой Токмачки. Также продолжаются бои на окраинах Малой Токмачки. Также продолжаются бои в районе Малой Токмачки. Также продолжаются бои на окраинах Малой Токмачки. И продолжаются небольшие продвижения в Малой Токмачке. Также наши войска имеют небольшие продвижения в юго-восточной части Малой Токмачки. Также продолжаются бои за южную часть Малой Токмачки. Также идут бои за юго-восточную часть Малой Токмачки. В районе Малой Токмачки наши войска активизировались, есть небольшие продвижения в самом населенном пункте. В районе Малой Токмачки есть продвижение. И также идут бои в районе Малой Токмачки. Также есть продвижение в районе Малой Токмачки. Противник признает наше продвижение в районе Малой Токмачки. Также наши войска освободили вчера Малую Токмачку. Также ужесточенные бои в районе Новоданиловки и Малой Токмачки. Продвижение в районе Орехова. Тогда мы давим в районе Малой Токмачки. Также мы давим в районе Малой Токмачки. Есть продвижение боя в районе Малой Токмачки. Также бои в Малой Токмачки. Также идут бои в районе Малой Токмачки. Есть бои в Малой Токмачки. Также продолжаем давить в районе Малой Токмачки. მოკლედ 5 მაისს ხო დაიწყო, აკვირდებოდეთ ხო თარიღები როგორ იცვლებოდა. 8 აპრილს წელს უკვე 1 წელია ეს კაცი ლაპარაკობს და ეთერებს უთმობენ, რაც მნიშვნელოვანია. პატარა ფიგურა კი არ არის კაცო, ეს ვინმე ბორის როჟინი არის. სამხედრო და პოლიტიკური ჟურნალისტიკის ცენტრის ექსპერტი, რომელსაც რუსეთში ასეთი დიდი დოზით უთმობენ ეთერებს და ეს კაცი ლაპარაკობს მალა ტოკმაჩკაზე, რომელსაც შემდეგ უკვე უკრაინელებმა ხუმრობით გრანდ ტოკმაჩკა დაარქვეს. აქ მთელი რიგი ესეთი მოკლედ მემეების ინსპირაციად იქცა ეს ამბავი, ვინც აკონტროლებს მალა ტოკმაჩკას, ის აკონტროლებს მთელ მსოფლიოს. ეს ფოტო კი გაჩვენეთ, ეს რაღაც ხელოვნური ინტელექტით მიერ გაკეთებული და ახლა მოდი თავად მალა ტოკმაჩკა ვნახოთ სად არის. აი ეს არის ორიხივის მიმართულება და ისიც ლევამოსილი მალა ტოკმაჩკა.
ნახეთ ხო, ანუ ეს არის დღევანდელი მოცემულობა იდეაში, 2 დღის წინანდელი განახლება არის. მალა ტოკმაჩკასთან ახლოსაც კი არ არიან იდეაში, ანუ მის გარშემო ნაცრისფერი ზონა არის აღმოსავლეთით. და აი აქ არის საათ ხო, მალა ტოკმაჩკასგან საკმაოდ მოშორების რეალურად რუსეთის კონტროლებადი ტერიტორია, მაგრამ მთავარი ამბავი რა არის? აი აქ არის ამ რუკას აქვს ეგეთი ფუნქცია, შეგვიძლია რომ მანძილი გავზომოთ. ერთი აქ დავსვათ და მეორე ბოლოში დავსვათ. 923 მეტრი არის მთლიანი სიგრძე აი ამ დასახლებული პუნქტის. 923 მეტრი ხალხო. 1 კილომეტრიც კი არ არის მთლიანობაში. მალა ტოკმაჩკა ქვია, პატარა ტოკმაჩკა ქვია და ამას გაიძახის რუსული პროპაგანდა, რომ აი მალა ტოკმაჩკასთან მივედით, ავიღეთ, ეს თქვენი დღემდე არ აკონტროლებენ ამას. აი ორეხივის მიმართულებაზე გზად არის ესეთი პატარა დასახლება და აი ამას აი ეს არის მოკლედ რა, ძალიან კარგად ასახავს მე მგონი ამბავს და ეს ჩემი აღმოჩენა არ არის, ეს ვიდეო შემოხვდა ბევრჯერ. წინაზეც მინდოდა, შემდეგ გამომრჩა, რომ მეჩვენებინა და ამჯერად როგორც იქნა მალა ტოკმაჩკას მემების ინსპირაცია მოხდა დღევანდელ ჩემ ეპიზოდში. მოკლედ ასე, ნახოთ აბა შემდეგ ჯერზე როდის გამოაცხადებენ, საინტერესოა რომ დავაკვირდეთ. გავყვეთ ახლა უკვე საინტერესო ვიდეო კოლაჟებს გაჩვენებთ, სწრაფ ტემპში გავივლი დანარჩენ მასალას, რაც ასახავს ამ შემთხვევაში ბოლო იერიშებს, უკრაინელების წარმატებულ დარტყმებს რუსების სამხედრო ტექნიკაზე და მათ მომარაგების ხაზებზე თუ შეტევების მიმართულებებზე, რომლებიც ჩაახშეს უკრაინელებმა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განადგურებას, ასევე რადარების განადგურებას, შესაბამისი დათარიღება გვაქვს ამ შემთხვევაში 12 მაისის კადრებია ეს ყველაფერი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ანადგურებენ შორსმოქმედი დრონები, ეს გამოსახულება არის სწორედ შორსმოქმედი დრონების კამერის ჩანაწერები, რიგ შემთხვევებში სამიზნე არის მტრის განთავსების ადგილები, მათი შეერაღების საწყობები, ბაზები და ასე შემდეგ. ესეთი საინტერესო კოლაჟი გვაქვს აქ ჩვენ. თან ჩანს შავ-თეთრი კადრია, მაგრამ დაზიანების ეფექტი ნამდვილად სახეზე გახლავთ. ეს ვიდეო კოლაჟი მხოლოდ დონეცკის ოლქში განადგურებულ სამხედრო სამიზნეებს მოიცავს. აქვე გვაქვს სამიზნეების ჩამონათვალი, რადარი, საწვავის რეზერვუარები, ერთგვარი დეპო, ასევე შეერაღების საწყობი, საწვავის მილსადენის ინფრასტრუქტურა, ბაზები და ასე შემდეგ. შემდეგი ვიდეო. ხო, ეს ძალიან საინტერესო ამბავი არის. უკრაინელები დაბრუნდნენ მარიუპოლის ტერიტორიაზე, თუმცა ამჯერად დრონებით. ეს კადრები 9-10 მაისის პერიოდში არის გადაღებული, რასაც თავისთავად აქვს პოლიტიკური დატვირთვაც, აღლუმის პარალელურად მარიუპოლის მახლობლად სიღრმეში ფრონტის ხაზიდან რუსეთის ლოჯისტიკის განადგურება, მათი მოძრაობაში მყოფი ავტოკოლონების განადგურება ცხადია, ბევრ რამეს ამბობს, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ამ ოპერაციაში ჩართული იყო აზოვის პირველი კორპუსის დანაყოფები, აზოვის, რომელმაც მთელი ეს თავისი სახელი და რეპუტაცია სწორედ მას შემდეგ ააშენა, რაც ისინი თავგანწირულად იბრძოდნენ მარიუპოლის დაცვისთვის. მოკლედ ასე, ესეც საინტერესო ამბავი არის. შემდეგ გავაგრძელოთ, ხო, იგივე ამბის ამსახველი უბრალოდ ამ შემთხვევაში არა დრონებით, არამედ თვითმხილველების მიერ გადაღებული მასალა არის, სადაც ჩანს ეს განადგურებული სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ცოტა ხნის წინ დრონების გამოსახულებაში უყურებდით. ესეთი ოპერაციები სერიოზულ გავლენას ახდენს, ცხადია,
საოკუპაციო არმიის მორალურ მდგომარეობაზე, ასევე პოლიტიკურ ამინძეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს რაც არ უნდა ინტერნეტი აკრძალონ, რაღაცნაირად მაინც მეტნაკლებად რუსული საზოგადოებაც იგებს მინიმუმ სამხედრო წრეებში ან მათთან დაახლოებული ხალხი ფლობს რეალურ ინფორმაციას და ვისაც სურს ყოველ შემთხვევაში და აქტიურად არის ჩართული ადევნებს თვალს მოვლენებს იცის ამ ხალხმა სიმართლე და თანდათან უფრო და უფრო იზრდება ყოველი ასეთი წარმატებული ოპერაციის შემდეგ უფრო და უფრო იზრდება კრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ და ზოგადად ამ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ. ხო, აქ გვაქვს ჩვენ საინტერესო ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ფრანგული მირაჟ 2000-ების ავიაგამანადგურებლების მოქმედება საბრძოლო ვითარებაში უკრაინის ტერიტორიაზე, სწორედ ფრანგული წარმოების მართვადი ავიაბომბების გამოყენებით ისინი ანადგურებენ რუსეთის სამხედრო ბაზას. აი აქ ჩანს დაბომბვის მომენტი. და შემდეგ უკვე ჩანს იქ ცოცხალი ძალის გადაადგილებაც, რომლებიც ცდილობენ რომ დარტყმის ადგილზე ცეცხლი ჩააქრონ. დაახლოებით ეგეთი შთაბეჭდილება რჩება, ხო? რაღაცის გადარჩენას ცდილობენ ამ შემთხვევაში ამ კადრებში. ასე ჩანდა საინტერესოა შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, იმიტომ რომ ესაც აშკარად სადაზვერვო დრონით გადაღებული არის, სადაც ხალხის მოძრაობა ჩანს და საინტერესოა განმეორებითი დარტყმა თუ იყო ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე. კარგი, გავაგრძელოთ. შემდეგ ასევე გვაქვს ამ შემთხვევაში უკრაინელების MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლის მიერ ასევე ფრანგული ავიაბომბებით, მართვადი ავიაბომბებით მიტანილი ძალიან ეფექტური დარტყმა რუსების ერთ-ერთ განთავსების ადგილზე. ამ ინფორმაციის აღწერაში ნათქვამი იყო, რომ ეს იყო დრონების ოპერატორების, რუსი დრონების ოპერატორების თავშესაფარი, ასე ვთქვათ, აქ იყვნენ ბაზირებული და აი ესე დაასრულეს მოკლედ. უკრაინელები გააქტიურდნენ ამ ხრივ, ისინი იყენებენ ამ მართვად მოდულებს, ავიაციო ბომბების მართვად მოდულებს, რომლებსაც აწვდიან პარტნიორები. ამ შემთხვევაში საფრანგეთზე ვისაუბრეთ, თუმცა იყო ბოლო პერიოდში ნიუსები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული ტექნოლოგიებიც მიაწოდეს და ალბათ აქტიურად ვიხილავთ საბრძოლო მოქმედებებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი არის, იმიტომ რომ FPV დრონებისგან განსხვავებით უფრო დიდ ზიანს იწვევს და ამის ამსახველი კადრები ნახეთ სწორედ. აქ კიდევ ერთი საინტერესო მასალა, ეს არის კონსტანტინივკას მიმართულება დონეცკის ოლქი, სადაც რუკაზე კი ვნახეთ რაც ხდება, რუსების ერთ-ერთი განთავსების ადგილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში ის არის, რომ სახმელეთო დრონის მოქმედებას ვხედავთ. სახმელეთო დრონი, რომელმაც შენობაში, სადაც რუსები იმალებოდნენ, შეიტანა 300 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა და დეტონირდა. აი ასეთი ამბავი ვნახეთ. ნახეთ როგორი გამოსახულება. აქ არის რაოდენობა მოცემული, დავაკვირდეთ ამასაც არ გამოგჩეს. 1 2 3 4 5 6 7 8 სამხედრო მოსამსახურე იყო აი ამ შენობაში. შევიდა და მორჩა. არაფერი არ გადარჩა იმ შენობისგან, გარშემოც შენობაც დაზიანდა, როგორც ნახეთ. აი ეს სახურავი ჩამოიქცა, ნაწილობრივ ჩამოინგრა ეს შენობაც, მოკლედ. ხო, ამით რის თქმა მინდოდა, რომ არამხოლოდ საჰაერო კომპონენტში უპილოტო აპარატებს უკრაინა ძალიან აქტიურად იყენებს ხმელეთზე, უფრო და უფრო ცხადი ხდება ეს, რომ ეს კომპონენტი იტვირთება, ამაზე თითქმის ყველა ვიდეოში მე ყურადღებას ვამახვილებ ხოლმე, როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ გარდამტეხი ფაქტორები, რის ხარჯზეც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა უკვე ხელში იღებს ინიციატივას ბრძოლის ველზე. ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი ავითარებენ, თავად დამოუკიდებლად და პარტნიორებთან კოორდინაციით არის გარდამტეხი აი ამ ომში.
ისინი ახერხებენ ნაკლები დანაკარგებით შორი დისტანციიდან უფრო და უფრო მეტი და განსხვავებული ფორმის დარტყმები მიაყენონ მოწინააღმდეგეს, რასაც თან ახლავს მსხვერპლი, რასაც თან ახლავს მათი ლოჯისტიკის, მათი ინფრასტრუქტურის მოსპობა და საბოლოო ჯამში რუსეთის საოკუპაციო არმიის გამოფიტვა, რაც არის მთავარი ამოცანა. გავაგრძელოთ, აქ გვაქვს ჩვენ ასევე საშუალო დისტანციაზე განხორციელებული წარმატებული ოპერაცია ბახმუტიდან ჩასივიარისკენ მიმავალ გზაზე დაზვერვამ, როგორც ჩანს, შენიშნა რუსი ოკუპანტების საკმაოდ დიდი ჯგუფის გადაადგილება და ვნახოთ შემდეგ რა მოხდა. საინტერესო გრაფიკული გამოსახულება გვაქვს, ლოკაცია მონიშნულია, დაახლოებით სად ვითარდება მოვლენები ამ ყველაფერს აღწერს და ახლა ნახეთ კადრები. ნახეთ რამდენი არის, არ ვიცი, არ დამითვლია, შეგიძლიათ დაპაუზოთ და დათვალოთ, მინიმუმ 20 თუ არ ვიცი, მეტი პრინციპია კადრებზე, რაც ჩანს, უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე და მათი ტექნიკა, რომელიც ასე ნადგურდება, ალბათ აქედან არავინ არ გადარჩებოდა იმის გათვალისწინებით, რომ აქ ჰაერში ძალიან ბევრი დრონი იქნებოდა. ასეთი ოპერაციების დროს მთელი არაერთია, ამ შემთხვევაში ორი სხვადასხვა დანაყოფი მუშაობდა და თავად რუსი სამხედროები ჩანაწერებს ვუსმენდი, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თუ ადრე ერთ კაცზე ერთი ან ორი დრონი მოდიოდა, ახლა ხშირ შემთხვევაში 8 და 10 დრონს აგზავნიანო ერთი სამიზნის გასანადგურებლად, იმისთვის რომ მას შანსი არ დარჩეს. ეს პირდაპირ კავშირშია ორ რამესთან: ტექნოლოგიურ განვითარებასთან, დრონების წარმოების მასშტაბთან და მეორეს მხრივ პოლიტიკურ ამოცანასთან, თუ სამხედრო ამოცანასთან პრინციპში, რაც მათ თავდაცვის მინისტრმა დაუსახა. განადგურებული რუსი სამხედროების რაოდენობა თვეში უნდა იყოს 50,000. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ასეთი სტატისტიკა, რომ საშუალოდ 35,000 აქვეყნებს ყოველ შემთხვევაში უკრაინული მხარე. ნახოთ, ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე და ამ შემთხვევაში დარტყმა გვაქვს შავ ზღვაში FPV დრონის გამოყენებით გაანადგურეს ამ შემთხვევაში რუსების მიერ მართვადი უპილოტო წყალზე და დრონი, ასეთი კატერი უპილოტო, რომელიც გადაადგილდებოდა და შენიშნეს, დააფიქსირეს და შემდეგ მოხდა ეს ამბავი, ახლავე მზად იქნება. ახლავე მზად იქნება. ბუმ. ეგეც რუსული წყალზე და დრონი. მოკლედ. შავდღეში აგდებენ ზღვაზე, რეალურად მართლა გამოძრავების საშუალებას არ აძლევენ პორტებში, გარდა იმისა, რომ ანადგურებენ. ნახეთ ხო ასეთი ოპერაციები და ჩემ YouTube არხზეც მოიპოვება ასეთი ვიდეო მასალები, სადაც საუბრობ მათ შორის წყალქვეშა ნავების განადგურებაზე, დრონების გამოყენებით, სადაც საუბრობ ასევე ხომალდების დაზიანებასა თუ განადგურებაზე, რომლებიც სხვადასხვა პორტებში იდგა. ასევე უშუალოდ მოქმედების დროს ხედავთ უამრავ შემთხვევას, როდესაც არათუ სამხედრო გემები, არამედ ნადგურდება ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერები, მაგალითად, რომლითაც რუსეთის ომის ბიუჯეტი ივსება და აი ამ ფონზე სამწუხაროდ აქ არ მაქვს ახლა, მაგრამ მე ვნახე ესეთი რამ კადრი იყო, შეგიძლიათ დასერჩოთ პრინციპში, ვისაც დაგაინტერესებთ, რომ სამხედრო კატარღაზე რუსებმა დაამაგრეს ეგრეთ წოდებული ცხაურები. ტანკების გარშემო რომ გალიას აშენებენ ხოლმე იმისთვის, რომ FPV დრონებისგან დაიცვან, ასეთი გალია დააშენეს სამხედრო კატარღებზე, ასეთი ორი ფოტო ვნახე. ესეთ დონეზეა მათი, ასეთ ლეველზეა მათი პანიკა, ერთი სიტყვით აწიოკებენ, მაგრამ ზღვაზეც ეგრეთ წოდებულ რუსეთის ფლოტს. შემდეგი ნიუსი, რომელიც დათარიღებული არის 12 მაისით და აქ საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამ შემთხვევაში ბრიანსკის ოლქში განხორციელდა უკრაინული დრონებით დარტყმა რკინიგზის სადგურზე, უნეჩა, ასეთი დასახელების რკინიგზის სადგურზე. ამ ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი გუბერნატორი.
და ასევე ამბობს, რომ ორი რუსეთის რკინიგზის ორი თანამშრომელიც დაშავდაო ამ თავდასხმის შედეგად. ესაც საინტერესო ამბავია. აქ გვაქვს ერთ-ერთი ბოლო კადრი, სადაც დასტურდება რუსული T-90M-ის ტიპის ტანკის განადგურება ხარკოვის რეგიონში. ნახოთ ეს მასალაც. გავადიდოთ ვიდეო, მე ადრე ერთი კომენტარი მახსოვს, რომ გვაჩვენე გადიდებული ვიდეო კადრებიო, რაც სწორი შენიშვნა იყო პრინციპში. ამის შემდეგ ვცდილობ ხოლმე, რომ გავხსნა ეკრანზე და მთლიანად გაჩვენოთ მასალები. ასე. ესეც T-90 შენიღებული, კამუფლირებული, მაგრამ ამ საქმემ არ უშველა აშკარად. შემდეგ უკვე დაზიანებული როგორ მიდის. აი ამ მონაკვეთში ამას ხედავთ. ცეცხლმოკიდებული. შორს ვერ წავიდა, საბოლოოდ ეს უკვე მეორე დრონის გამოსახულება არის. და დაზიანებულ ტანკზე დამატებითი დარტყმა. საბოლოო შედეგი კი აი ასეთი გახლავთ რუსული T-90, რომლითაც ისინი ძალიან ამაყობენ. მორიგი T-90 არის განადგურებული ბრძოლის ველზე. თუმცა სამხედრო ტექნიკის მუსიკა გამორთოთ. სამხედრო ტექნიკის გარდა რუსები, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურად იყენებენ ასეთ ნივებს, ჟიგულებს თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ასევე არის ხოლმე უკრაინელების სამიზნე. ეს კოლაჟი არის საინტერესო იმ გაგებით, რომ მთელი კოლაჟი აწყობილი არის ერთი კონკრეტული უკრაინელი ჯარისკაცის მონაგარის შეჯამების შედეგად. აი როგორ დავალაგე. ხო, ერთმა სამხედრომ გადაიღო მოკლედ ეს ყველაფერი, ერთი დრონის ოპერატორის ნამუშევარი არის, რასაც ახლა თვალს ადევნებთ, აი ამ 1 წუთიან და 17 წამიან ვიდეოში სხვადასხვა დროს მის მიერ განადგურებული სამხედრო სამიზნეები. მათ შორის მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა. ერთია რომ დანაყოფებს აქვთ ცალკე რეიტინგები უკრაინის არმიაში და მათი შედეგიანობა ფასდება საბოლოოდ ყოველთვიურია. ეს რა არის ჩანგარი იუმორის გრძნობა ნამდვილად არ ღალატობთ. ხო, და მეორეა რომ როგორც ხედავთ ცალკეულ ჯარისკაცებსაც აქვთ პირადი ესეთი რეიტინგები, რომლებსაც პერიოდულად აქვეყნებენ და ამის დემონსტრირებას ახდენენ რა გააკეთეს პირადად მათ უკრაინის დასაცავად. ხო, ეს შემდეგი ამბავიც არანაკლებ საინტერესო არის. ჩვენ ვისაუბრეთ დასაწყისში სამდღიან ეგრეთ წოდებულ ნაწილობრივ ზავზე, რომლის ფარგლებშიც შორი დისტანციის დარტყმები იყო შეჩერებული ორივე მხრიდან. როგორც ჩანს, ეს პერიოდი გამოიყენა რუსეთის არმიამ იმისთვის, რომ მოემზადებინა მორიგი თავდასხმები და დაეტვირთა მისი სამხედრო ავიაცია რაკეტებით და აქ ამ შემთხვევაში უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი ადგილობრივ მედიასთან საუბრობს იმაზე, რომ მათი მოწინააღმდეგი სტრატეგიული ავიაციის არსენალი შევსებული არის და ისინი ამზადებენ მორიგ მძლავრ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე, რაც მოსალოდნელი არის მომდევნო 24 ან 72 საათის განმავლობაში, ანუ მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ მასირებულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე. აი აქ არის სავარაუდო წითელი ზონები მონიშნული, სადაც ისინი აქცენტს გააკეთებენ. ასეთი არის ყოველ შემთხვევაში უკრაინის საჰაერო ძალების და მათი სადაზვერვო წყაროების ინფორმაცია, როგორც ჩანს.
ხო, და ამავე თემასთან კავშირშია შემდეგი ნიუსი, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მხოლოდ 2026 წლის იანვრის შემდეგ, რაც მიმდინარე წელი დაიწყო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეძლო და გაანადგურა დაახლოებით 88% ხ-101, ხ-55 და ხ-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტების 88% დაახლოებით. გავიმეოროთ ეს კიდევ ერთხელ, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევა გახლავთ. ზოგადად, ეს ახლა ეს კონკრეტული ნიუსი იყო უშუალოდ კონკრეტული დასახელებების ფრთოსან რაკეტებზე, თუმცა ცალკე აღნიშნვის ღირსი არის დრონების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობები, გადამჭერი დრონები, რომლებსაც ისინი ავითარებენ და უკვე ექსპორტზეც გააქვთ მოგეხსენებათ, ირანის მოვლენების ფონზე ჩვენ ამ ყველაფერს ხედავთ. ხო, აი ამ ფონზე თითქმის ყოველდღიური შეტევების დროს დაახლოებით 70-დან 90%-მდე ხდება საჰაერო სამიზნეების განადგურება. განსაკუთრებით ეს ეხება შაჰიდის ტიპის დრონებს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა უჭირთ, ისევ და ისევ ამ პატრიოტის რაკეტების ნაკლებობის გათვალისწინებით, თუმცა რაც ეხება ფრთოსან რაკეტებს და დრონებს, ამას უკვე ძალიან ბევრი სხვადასხვა ხერხით უმკლავდებიან ძალიან ეფექტურად. ეს კონკრეტული ნიუსიც ამავე თემას ეხება. უფრო კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ ჰოლანდიელები ტესტავენ ახალ პროგრამებს, ახალ ტექნოლოგიებს უკრაინაში. უკრაინელ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც განკუთვნილი არის სწორედ ამ შაჰიდის ტიპის დრონების გადასაჭერად. აქ არის მოცემული ინფორმაცია ამ კომპანიის და უკრაინული მხარის თანამშრომლობის შესახებ. ტესტირება მოხდა, რეალური საჰაერო სამიზნის გაშვება და მისი გადაჭერა. ეს კონკრეტული პროგრამა, რომელიც არის შემუშავებული ამ შემთხვევაში ჰოლანდიელების მიერ, ითვალისწინებს საჰაერო სამიზნის აღმოჩენას, შემდეგ მასზე მიდევნებას და საბოლოოდ ეს ტექნოლოგია უკვე მისი ადაპტირება ხდება სხვადასხვა გადამჭერ დრონებზე და ეს არის სწორედ ამოსანა და აქვე ჩვენ ვკითხულობთ, რომ შემდეგი ეტაპი უკვე არის უშუალოდ საბრძოლო პირობებში აი ამ ტექნოლოგიის გატესტვა და გამოცდა. მოკლედ, უკრაინელები მუშაობენ ევროპელებთან, განსაკუთრებით გერმანელებთან ძალიან აქტიურად და წარმატებულად, ფრანგებთან ასევე და ამ შემთხვევაში ჰოლანდიელები ვახსენეთ. ბევრი ევროპული სახელმწიფო ფიქრობს იმაზე, რომ მონაწილეობა მიიღოს აი ამ პროცესში, რაც ეხება თანამედროვეობის ტექნოლოგიების უკრაინასთან ერთად განვითარებას, რაც ორმხრივი პროცესი არის. სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტორი ახლა თავად ევროპული სახელმწიფოებისთვის არის სწორედ უკრაინა. ისინი იაზრებენ თანდათან უფრო ცხადად ამ მისიას, რომ გარდა იმისა, რომ საჭირო არის უკრაინის მხარდაჭერა ახლა ამ ომის პირობებში, რომ გაუძლოს რუსეთის აგრესიას, სამომავლოდ მათთან თანამშრომლობა მათაც მოუტანს, თავად ამ ქვეყნებს მოუტანს სარგებელს და მეტ უსაფრთხოებას. იმიტომ რომ მათთვის ძალიან ძვირფასი ინფორმაციის გაზიარება, შეჯერება, ტექნოლოგიების დახვეწა, თანხვედრა და თანამშრომლობა მათივე უსაფრთხოებისთვის აი ახლა ვითარდება სწორედ ჩვენს თვალწინ. აი ამას აჩვენებს თუნდაც ეს ნიუსი, რომელსაც ახლა მე გაჩვენებდით და ეს პროცესები თანდათან უფრო და უფრო ფართოვდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხელს აძლევს პრინციპში უკრაინას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს პოლიტიკურ ინტერესს, მეტ ჩართულობას, მეტ მხარდაჭერას, საბოლოო ჯამში მეტ ტექნოლოგიას უკრაინის დასაცავად და საბოლოო ჯამში ასევე მეტ ფინანსებს იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგიები შეიქმნას. დრონებს ვახსენებდით და ეს არის უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალა, სადაც სწორედ მრავალფუნქციურობაზე არის საუბარი. დასათაურებული არის ეს ვიდეო ასე, რომ დრონებმა გარდაქმნა საბრძოლო ველის ლოჯისტიკა და შემდეგ რამდენიმე სიმბოლური კადრი. ერთ-ერთი მაგალითად აი ეს, სადაც წყლის ბოთლებს ხრის. დრონის ოპერატორი სადღაც დაცულ ადგილას ზის და ფრონტის ხაზზე თანამებრძოლებს
წყლის ბოთლებს უგზავნის დრონით. ამ შემთხვევაში სიგარეტის კოლოფები იყო, აქ უფრო დიდი მძლავრი დრონი იყო, რომელსაც უფრო მძიმე ტვირთი გადაქონდა, იქ სახმელეთო დრონი, რომელსაც ხის მასალა გადააქვს მაგალითად. და ასე შემდეგ. ბევრი სხვადასხვა დანიშნულების ასეთი სათამაშო ჩნდება და ერთ-ერთი მთავარი გარემოება აქ არის ის, რომ ამ ტექნოლოგიების პირდაპირ ბრძოლის პირობებში გამოცდა და ტესტირება ხდება და შემდეგ ძალიან სწრაფად ხდება წარმატებული პროექტების გამორჩევა და მათი წარმოებაში, სერიოზულ წარმოებაში ჩაშვება და უშუალოდ ბრძოლის საბრძოლო პროცესებში ჩართვა. ნახეთ წინა ვიდეოებში მე მაგალითად გაჩვენეთ ერთი კადრი ამ ტექნოლოგიურ მიღწევებზე ხშირად ვამახვილებ ყურადღებას, სადაც ევაკუაციის ოპერაცია იყო მოხუცებებო ხელჯოხებით, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს როგორც ჩანს ევაკუაციის ზონაში იყო, ცხოვრობდა და ვერ გამოდიოდა, ვერ გამოყავდა ცარისკო იყო როგორც ჩანს, შევიდა დრონი, დაჯდა, გამოვიდა უსაფრთხოდ ისე რომ ცხადია იყო რისკი, მაგრამ დამატებით სიცოცხლე არ დაუყენებიათ რისკის ქვეშ. მხოლოდ რობოტი, რომელიც შეგორდა, დასვა ბებო და გამოიყვანა. კი ბატონო. ბოლო ამბავი, რომელიც თავში დავაანონსე, ეხება პოლიტიკურ სკანდალს უკრაინაში. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ეჭმიტანილი არის ანდრეი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზელენსკის მარჯვენა ხელი, რომელიც წლების განმავლობაში მის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენდა, აღმოჩნდა, რომ გახვეული არის პირადად კორუფციულ სკანდალში, ძალიან დიდი მასალა, 18 წუთიანი მასალა არის ეს კადრის შევარჩიე სპეციალურად R2 ასეთი კოდური დასახელება აქვს, სახე დაფარული არის. თუმცა მკვეთრი ამინიშნება თუ ვიზი არის ამ შემთხვევაში საუბარი და შემდეგ უკვე ოფიციალურმა ბრალდებამაც დაადასტურა. მოკლედ ამ ვიდეო მასალაში უკრაინის ანტიკორუფციული სამსახური მთელ სქემას აღწერს, რომელიც იწყება 2018 წლიდან. 2018 წლიდან და ვეცდები რომ ძალიან მოკლედ დავხსნა რაზე არის საუბარი. საუბარი არის ძალიან დიდ და ძვირად ღირებულ სამშენებლო პროექტზე, რომელსაც ეწოდება დინასტია, ასეთი პროექტი და რომელიც გულისხმობს 4 თუ 5 ფეშენებელური სასახლის მშენებლობას პრინციპში, რომელიც კონკრეტული პირების 4-5 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და ერთ-ერთი მათგანი იყო, როგორც ამ ბრალდების მიხედვით ჩანს, ანდრეი ერმაკი, რომელსაც ჰქონდა ამ მთელ სქემაში R2 ასეთი კოდური დასახელება. ეს საგამოძიებო ფილმი ფაქტობრივად დოკუმენტური მასალების მთელი დასტა მოიცავს მთელ განვითარებას ამბის, როგორ იგეგმებოდა, როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში, მათ შორის არის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც ერმაკის ხმაც ისმის თანხები რა ჯდებოდა, როგორ ჯდებოდა. მთლიანობაში საუბარი არის იმაზე, რომ ამ ძვირად ღირებული კომპლექსის აშენება, აი აქ არის ინტერიერის დიზაინი მაგალითად ნაჩვენებია ესეთი. ასე გამოიყურება. ესეთი სივრცე არის. მთლიანობაში ჯდებოდა დაახლოებით 9 მილიონი ამერიკული დოლარი, აი 8.9 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს მშენებლობა დასრულებული არ არის. ეს არის კიევის ტერიტორიაზე სამხრეთ ნაწილში, ერთ-ერთ დასახლებაში, ელიტურ ზონაში, მდინარესთან ახლოს დიდი ტერიტორია და 5 სახლი, დინასტია. ხო, ამ ამბავში გარდა იმისა, რომ ხდება მხილება და საუბარი არის ოფიციალურად ეჭმიტანილზე ანდრეი ერმაკზე. მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ თუ როდის ხდებოდა ეს ყველაფერი. 2018 წელს დაიწყო დაუშვათ ეს კორუფციული სქემა და ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის შემდეგ აქ არის აუდიო ჩანაწერები, სადაც ჩანს რომ ეს ხალხი კი არა გაჩერდა
არა, პირიქით უფრო აქტიურად იწყება სწორედ ომის დაწყების შემდეგ ეს მუშაობა ამ პროექტების დასასრულებლად. საბოლოოდ ეს ვერ მოახერხეს ამ დრომდე დასრულება, როგორც ჩანს. სწორედ ამ გამოძიების დაწყებამ შეუშალა ხელი და წინა კორუფციულმა სკანდალებმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გასკდა და რომელიც ეხებოდა ენერგოს სექტორს, თუმცა რთულია ამის შეუძლებელია ამის გამართლება, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, არის ჩართული გაგანია ომის პირობებში, არის ჩართული უშუალოდ აი ამ კორუფციულ სქემაში და პირადად ხელმძღვანელობს და აორგანიზებს აი ამ ლოჯისტიკურ საკითხებს იმისთვის, რომ ეს სასახლეები აშენდეს. ხო, აქ გვაქვს ჩვენ კადრები, სადაც ჩანს ეს არის სულ რამდენიმე საათის წინ გადაღებული მასალა ნაბუს, ანუ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები, ერმაკის მანქანა არის ეს მერსედესი. აქ ჩანს თავად ანდრეი ერმაკიც, ეხლა გამოჩნდება გაჩვენებთ. აი აქ პიჯაკით ოდნავ ზურგით მიტრიალებული არის ერმაკი, აი ამ მომენტში მას ოფიციალურად წარუდგინეს, ბრალდება, ასე ვთქვათ, და ის ოფიციალურად ეჭვმიტანილი არის. საინტერესოა ის ამბავი, რომ არ მოხდა დაკავება, არ არის ერმაკი ამ დროისთვის პატიმრობაში. შემდეგ იყო კიდევ ერთი ვიდეო მასალა, სადაც ჟურნალისტები უსვამდნენ უკვე კითხვებს და არაფერზე არ უპასუხა. ერთადერთი ფრაზა თქვა, რომ მე ერთი მანქანა მაქვს და ერთი სახლი მაქვს, რომელიც აგერ არის მანქანა ხედავთო და სახლი იცითო, დანარჩენი მქონებას არ ვფლობ. ანუ ფაქტობრივად უარყო ბრალდება, არ დაეთანხმა. აქ საგულისხმო ამბავი ის არის ასევე, რომ ერმაკი ცოტა ხნის წინ სწორედ ენერგეტიკის საკითხზე რომ იყო კორუფციული სკანდალი, მაშინ გადააყენეს. მთელი კითხვის ნიშნები კი არის ახლა და მთელი პასუხისმგებლობაც პრინციპში ვოლოდიმირ ზელენსკისკენ მიმართული. იმიტომ რომ ერმაკი მისი მეგობარია, ასევე მისი წრიდან იყვნენ ის პირები, ვინც იმ ენერგეტიკის სფეროს სკანდალში, კორუფციულ სკანდალში მონაწილეობდნენ და ეს ამბები ერთმანეთს უკავშირდება. ძალიან ბევრი უკრაინელი ვლოგერი, მიმომხილველი, სამხედრო და პოლიტიკური ამბები საუბრობს იმაზე, რომ საბოლოოდ შესაძლოა ეს სქემა მიდიოდეს თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმდე. მეტიც აი ამ საგამოძიებო ფილმში, რომელიც დადო 18 წუთიანი ნაბუმ, რომელსაც მე გაჩვენებდი თქვენ და ვახსენე, რომ R2 ასეთი დასახელება კოდური სახელწოდება ქონდა ერმაკს, ხო? აქ არის საინტერესო დეტალი, რომ ამ ხუთკაციან ჯგუფში, რომლისთვისაც ეს სასახლეები შენდებოდა, ნახსენები არის ვინმე ვოვა. რაც კიდევ დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს, არსებობს ასეთი ვარაუდები, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ყოფილი, რომელიც ასევე ზელენსკის გარემოცვის წევრი არის და იმ ენერგეტიკის სფეროს სკანდალში იყო გარეული და ახლა ქვეყნიდან არის გასული, რომელსაც ასევე წაყენებული აქვს ბრალდება, ამ სქემაშიც ფიგურირებს და არის ასევე გარკვეული მსჯელობა იმის შესახებ, რომ იგივე პიროვნება შესაძლოა კიდევ ერთ კორუფციულ სქემაში ამხილონ, რომელიც ეხება კომპანია Firepoints. ეს არის უკვე სამხედრო ინდუსტრიაში შემავალი კომპანია. ეს არის კომპანია მაგალითად, რომელიც ფლამენგოებს აწარმოებდა. და ეგ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს ამბავს, იმიტომ რომ დიდრული ვილის მშენებლობას აღარ ეხება საქმე, უშუალოდ ეხება სამხედრო მოქმედებებისთვის განკუთვნილი ქვეყნის დაცვისთვის განკუთვნილი იარაღის საწარმოებლად გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვას და ჩვენ ვიცით, რომ ამავე კომპანიაში Firepoint-ში შესული იყო ნაბუ. მოკლედ, დიდი ამბავია, რაც შესაძლოა სულაც აისბერგის წვერი იყოს, იმიტომ რომ თან ეს სქემა უფრო ფართოვდება და ყველაზე საგულისხმო ამბავში ის არის, რომ ეს სქემა და მისი ფიგურანტები ახლო გარემოცვაში არიან ზელენსკისთან, როგორც პიროვნულად, ასევე თანამდებობრივად, ასე ვთქვათ, ერმაკი მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ხო.
კითხვის ნიშნები ბევრია, ამას პასუხი უნდა გაეცეს და ამის ინტერესი პირველ რიგში აქვს თავად უკრაინელ ხალხს. დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ სიუჟეტს ნახავთ მომდევნო დღეებში, მათ შორის ქართულ პროპაგანდისტულ არხებზე, რამხელა კორუფციულ სკანდალშია გახვეული ზელენსკი, რომ ის არის საშინელი პრეზიდენტი, საშინელი ლიდერი, გადაუვლიან, ეჭვი არ მეპარება ამაში. გადაუვლიან პირველ რიგში იმიტომ, რომ ზელენსკის როგორც უკრაინის პრეზიდენტს დაარტყან, ამით დაარტყან უკრაინის პოლიტიკურ სტაბილურობას, დაარტყან უკრაინის ინტერესებს, რაც არის რუსული ინტერესი, რაც არის რუსული ნარატივი და ამას აკეთებენ ყველგან. სადაც კი ხელი მიუწვდებათ მარტო საქართველოში არა. მთელ მსოფლიოში, სადაც კი რაიმე გავლენა აქვთ, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამავე კონტექსტში მახსენდება მაგალითად ტაკერ კარლსონის ბოლო ინტერვიუ ზელენსკის ყოფილ პრეს სპიკერთან, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად აიტაცეს მათ შორის საქართველოში ქართულმა სამთავრობო მედია არხებმა შეგიძლიათ გამოშვებები გადაახვიოთ და ეგაც ნახოთ. მთელი ამბავი ის არის, რომ ამ შემთხვევაში კონტექსტის დაკარგვა მოხდეს. ანუ ისაუბრონ ზელენსკის დანაშაულზე, ან შესაძლო დანაშაულზე, მის უარყოფით მხარეებზე, იმისთვის რომ გააშავონ ის, იმისთვის რომ დაარტყან უკრაინის ინტერესებს და არავინ მათგან არ საუბრობს იმაზე, რომ თუნდაც კორუფციასთან ბრძოლა არის თავად უკრაინული საზოგადოების დაკვეთა. ცივ ზამთარში, როდესაც მათ რუსული ავიაცია ბომბავდა და დენი არ ქონდათ და გათბობა არ ქონდათ, გამოვიდნენ და აქციები ჩაატარეს უკრაინაში იმისთვის, რომ ხელი არ შეშლოდა და არ შეფერხებული იყოს სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობა. ეს მზაობა მათ აჩვენეს და ეს რეაქცია მათ აქვთ დღემდე. ამას შესაბამისად უპასუხა სისტემამაც, პირადად ზელენსკიმ მისცა სრული ავტონომია ანტიკორუფციულ სამსახურებს იმისთვის, რომ მათ თავის საქმე აკეთონ. და ეს არის ფუნდამენტალური განსხვავება სწორედ რა ხდება რუსეთში, რა ხდება უკრაინაში. უკრაინის პრეზიდენტი აძლევს საშუალებას საგამოძიებო ორგანოებს, რომ თუნდაც ესეთ მძიმე დროს მათთვის ესეთი მძიმე კორუფციული სქემები რადგან არსებობს და რადგან დანაშაული მომხდარია, ეს გამოიძიონ და ეს ყველაფერი იყოს საჯარო, იმიტომ რომ ხალხი და თავად სისტემაც, ის ხალხი, ვინც ამ სისტემაში მუშაობს, იაზრებს ამის საჭიროებას. პრობლემა არსებობს, ეს არ უნდა დავმალოთ, ამას ქვიშა არ უნდა წავაყაროთ, ეს უნდა ნახოთ, გამოვიძიოთ, გამოვიდეს სააშკარაოზე, ვინც დამნაშავეა დაისაჯოს, გადავლახოთ პრობლემა და განვაგრძოთ ისე, რომ მაქსიმალურად არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი. აი ეს ჩანს. მე ასე აღვიქვავ ყოველ შემთხვევაში ამ ამბავს, არ ვიცი. თქვენ რას ფიქრობთ? ეს არის მნიშვნელოვანი კონტექსტი ამის თქმა მინდოდა, რაც არ უნდა დაიკარგოს იმ პროპაგანდის ნიაღვარის ფონზე, რომელსაც ვხედავთ უკვე და რომელსაც ვიხილავთ მომდევნო დღეების განმავლობაში. კი ბატონო, კორუფციული სკანდალი არსებობს, მაგრამ ამ კორუფციულ სკანდალს თავად უკრაინის ხელისუფლება, თავად უკრაინის საგამოძიებო სამსახურები იძიებენ, ეს სამაგალითოა, ეს მნიშვნელოვანია, ეს ასე უნდა ხდებოდეს და ეს საქმეები უნდა მივიდეს ბოლომდე, სწორედ უკრაინელი ხალხის და სწორედ ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პრინციპში ეს არის, რაც მინდოდა რომ დღევანდელ კონკრეტულ ეპიზოდში მეჩვენებინა და მომეყოლა თქვენთვის, დამეთანხმებით რომ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ხდება, განვაგრძოთ მსჯელობა კომენტარებში. თუნდაც აი ამ თემაზე, რაზეც ბოლოს ვისაუბრე, კორუფციული სკანდალი და მთელი ეს პოლიტიკური კონტექსტი ამ ამბის. თუნდაც სხვა თემებზე, იგივე სამხედრო კომპონენტზე, ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზე, აი აქტიურად კომენტარებში. ხო, თუმცა პრინციპში კიდევ ბევრი სხვა თემაც არის სასაუბრო, რომელსაც დღევანდელ ვიდეოში ვეღარ შევეხები, იმიტომ რომ საკმაოდ გამიგრძელდა, მაგალითად თემა, რომელიც უკავშირდება სომხეთის მიმართ რუსეთის ზეწოლას და მუქარებს. მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა ერევანში, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა იქ, რაც გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და მკვეთრად გამოკვეთა ქვეყნის კურსი დასავლეთის მიმართულებით. ეს ბრჭყალებში ზურგ შეკცევა ძალიან მძაფრად აღიქვეს მოსკოვში და დაიწყო როგორც კონკრეტული ეკონომიკური ჯერჯერობით ნაბიჯების გადადგმა და სომხეთის
სომხური პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მუქარები, რომელიც ჯერჯერობით ესე ჟღერს. მთავარი მესიჯი ასეთია. უკრაინამაც ასე დაიწყო. ქვეტექსტი ნაცნობია, ხო? ხო, მოკლედ. ხვალ გვაქვს ჩვენ ბოლო სიტყვის ჩაწერა. ჩემი და ჩემი მეგობრების, კოლეგების მეორე პროექტი, ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა იცის, თუ არ იცის, გადადით ბოლო სიტყვა მოძებნეთ YouTube-ზე და გამოიწერეთ, ხო და ბოლო სიტყვაში მოკლედ სადაც გეოპოლიტიკურ ამბებს განვიხილავთ ხოლმე. მე რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა, თამარ ნუცუბიძე, ია მეურმიშვილი, პერიოდულად ასევე მიხეილ ხეცოიძე გვერდება ხოლმე ისრაელიდან, მოკლედ თბილისი, ბრიუსელი, ვაშინგტონი, თელ-ავივი გვაქვს ხოლმე ესეთი. განხილვები, დიდი ალბათობით შევეხებით ამ სომხეთის საკითხს, რუსეთის საკითხს და კიდევ ბევრ საინტერესო სხვა გეოპოლიტიკურ ამბავს. ამასობაში ჩინეთში გაფრინდა ტრამპი, ირანში საინტერესო ამბებია. ბევრია მოკლედ სასაუბრო. გადადით ბოლო სიტყვის გვერდზეც გამოიწერეთ. იქაც შეგიძლიათ ხვალ უკვე ახალი ეპიზოდი, როდესაც დაიდება ნახსენებ თემებზე შეავლოთ თვალი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. უშუალოდ Redline-ზე, აქ ამ არხზე, ჩემ YouTube არხზე. ვეცდები რომ დროულად დაგიბრუნდეთ. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ინტენსივობას მოუკელი, ამისთვის მაქვს ჩემი ობიექტური მიზეზები. რომელსაც არ დავიწყებ ახლა განხილვას, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ თუ გსურთ, რომ ამ არხმა გააგრძელოს არსებობა, თუ გსურთ, რომ უფრო ინტენსიურად შევძლო მუშაობა და კონტენტის შექმნა, ახალი ვიდეოების ჩაწერა, უფრო მოვლენების კვალ და ინტენსიურად დამიჭირეთ მხარი, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში, გაავრცელეთ ინფორმაცია ამ პროექტის არსებობის შესახებ, ურჩიეთ სხვებსაც რომ გამოიწერონ, თუ უფრო მეტის გაკეთება გინდათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, დამიდექით ფინანსურად გვერდით და ეხმარეთ ამ პროექტს ფინანსურად, ასე ვთქვათ, ჩაერთეთ დონაციაში. შესაბამისი მონაცემები არის არხის აღწერაში და შეგიძლიათ გადახედოთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს, როგორც ანგარიშის ნომერი, ასევე PayPal-ის ლინკი არის მოცემული და Patreon-ის პლატფორმის ლინკია, სადაც შეგიძლიათ რომ ყოველთვიური სპონსორობისთვის აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თანხა $5, 10 ან $15. ვინც უკვე ჩართული არის დონაციაში და თუნდაც 1 ლარი ოდესმე ამ პროექტის მხარდასაჭერად გადმორიცხა, განსაკუთრებული მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მოკლედ, დროებით დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის.